ისეთ სისტემაში, როგორც საქართველოშია, იდეოლოგიური ობსესიებიდან გამომდინარე, აი ბიზნესი და გვაბალანსებს, რატომ შევიდეთ, დაგვაფინანსებს, რატომ შევიდეთ პარლამენტში, ბოიკოტი, ეს და მსგავსი ჭირვეულობა რეალურად უფრო არაფრის კეთების გამართლება, ვიდრე რეალური პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან როდესაც მიდიხარ ბოიკოტზე, უნდა გყავდეს ისეთი იდეოლოგიურად მოტივირებული პარტ ორგანიზაცია, რომელიც სახალხო პროტესტის ან თუნდაც რევოლუციის ორგანიზებას შეძლებს და შესაბამისად ეს ბოიკოტი გამართლებული გამოვა, მაგრამ რას ვხედავთ? ჩვენთან არაფერი მსგავსი არ არის, ის კი არა. თითქმის არც ერთი პარტია არ არის ისეთი, რომელსაც რაღაც მეტნაკლებად, რეალური იდეოლოგია ექნება. არც ისეთი ხარიზმატული ლიდერი არ არის, რომელიც, თავის ერთ დაძახილზე ხალხს წაიყვანს და წავა და წავა ამბები. არაფერი მსგავსი არ არის. ასეთ რეალობაში, როდესაც არც ბიზნესი გაფინანსებს და არაფერი შეიძლებოდა ელემენტარული პოლიტიკური პატრონაჟის ქსელით და გარკვეული დაფინანსების წყაროს შექმნის მიზნით პარლამენტში დროებით შესულიყვნენ და მე ამით რაღაც სასტარტო კაპიტალი შექმნათ და ამით რაღაც გამოყენება დაეწყოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ შანსიც გაუშვეს და ახალ რეალობაში ეჭვი მაქვს, რომ ამის შანსი აღარც ექნებოდა. კი